საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე. თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიშია სამიტამდე ირაკლი ყობახიძე შეხვედრებს მართავს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კრიზისი და უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალაცის არაპროფესიონალიზმი, ევრობიუროკრატიის მხილება. მილიარდობით ევრო დესტრუქციული დღის წესრიგისა და რადიკალური მემარცხენე იდეოლოგიის დასაფინანსებლად ევროკომისია USAID-ის ჩანაცვლებას ცდილობს. ლევან სანიკიძე თინა ბოკუჩავას ნაცვლად იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილება სააკაშვილის პარტიაში. რადიკალები იგლ ჰილსის წინააღმდეგ და გუბა სანიკიძის მორიგი დემაგოგია. ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმე და 14 ბრალდებულის პროცესი საქალაქო სასამართლოში. ხუთი წელი ციხეში და მილიონი ლარი ჯარიმა ირაკლი ღარიბაშვილს სასჯელის სახე და ზომა განესაზღვრა. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხაც. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მაგუნა აბულაძე გიამბობთ. უკვე პატიმარ ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში 5 წლის გატარება მოუწევს. ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების მიღება. ღარიბაშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და მოსამართლე მეია მელკაძეს უთხრა, რომ თავს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობს. ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაახლოებით 9 საათი გაგრძელდა. სხდომას ექს-მაღალჩინოსანი უფლებადამცველთან ერთად დაესწრო. ყოფილი პრემიერი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პატიმრობის გარდა ღარიბაშვილს ჯარიმის სახით მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. მასვე ჩამოერთვა 2 ავტომანქანა და სახელმწიფო ხაზინაში გადაირიცხა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დროს ამოღებული $6 მილიონ მეტი. პატიმარი ყოფილი პრემიერის უფლებადამცველმა განმარტა, რომ საქმე სამოხელეო დანაშაულს არ ეხება, არამედ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას. გაირკვა, რომ ღვინის ბიზნესი ექს-პრემიერმა არ დაარეგისტრირა და ამ ბიზნესიდან მიღებული დიდი ოდენობით თანხა დეკლარაციაში არ შეიტანა. საპროცესო შეთანხმების ინიციატორი დაცვის მხარე იყო. ბრალდების ფორმულირება შეიცვალა იმ ნაწილში, რომ ქარხნის ნაწილში აღარ ედება ბრალი მას, დარჩა ბრალი იმაში, რომ ქარხნიდან, ანუ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია. შესაბამისად, ეს არის ის დანაშაული, რაშიც მან აღიარა ბრალი. როდესაც ბიზნესი მუშაობს, იგივე ღვინის ინდუსტრია, იგივე ნებისმიერი ბიზნესი, ამას უნდა საგადასახადო დოკუმენტაციის შევსება, ხო, როგორც თვიური, ასევე წლიური, ასე შემდეგ. ამით აკონტროლებს სახელმწიფო იმ შემოსავლებს, იმ დღგ-ს გადასახადებს და ყველაფერს, ხო? რახან არ იყო აქ შევსებული ეს დეკლარაციები, ეგ არის ზუსტად დანაშაული. გამოძიებასთან თანამშრომლობა და დანაშაულის აღიარება. სახელმწიფო ბრალდებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი სწორედ ეს ორი მთავარი გარემოება გახდა. მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმდნენ, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომაც დღის მეორე ნახევარში დანიშნა. სასამართლოს წარუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უკვე სასამართლომ იგი დამნაშავედ იქნა წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სასჯელის სახით და ზომად განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულების საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება. თანამდებობა ინდულგენცია ვერავისთვის იქნება, რადგან ამ ქვეყანაში უზენაესი კანონია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ თავიდანვე გაცხადებული ჰქონდა პარტიის დამფუძნებელს ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლის დაცვაც ყველას ვალია. საქართველოში არის კანონი უზენაესი, თითოეული მოქალაქის არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობის პირია, უბრალო მოქალაქეა თუ პრემიერ-მინისტრია.
ნებისმიერის ევალება კანონის დაცვა და შესაბამისად დღეს ამას ჩვენ ვხედავთ, რომ კანონის უზენაესობა საქართველოში დაცულია. კრავდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, კანონი უნდა აღსრულდეს. ჩემთვის ეს პირადი ტრაგედია და საერთოდ გუნდისთვის ტრაგედია. იგი ბიძინა ივანიშვილის ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენ გუნდში იყო, ყოველთვის პარათიდგა პოზიციაზე გადადგავდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც იმ პრინციპებს უპირისპირდება, რითიც მოვიდა ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში. თანამდებობაზე ყოფნის დროს მართავდა ბიზნესს, შემოსავლებს ოჯახის წევრებზე აფორმებდა და დეკლარაციაში ყალბ-მონაცემებს უთითებდა. ახლა პატიმრის სტატუსით ირაკლი ღარიბაშვილის მისამართი ნომერ მე-12 პენიტენციური დაწესებულება. მთავრობის მეთაური გაერთიანებულ საემიროებშია ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეული სამიძე სიტყვით გამოვა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს მასშტაბურ სამიტში, რომლის მთავარი თემა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციებია, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ასევე ბიზნეს ლიდერები მონაწილეობენ. სოფო ბერიძე გვერდება აბუ-დაბიდან. შუადერეფნის პოტენციალი და საქართველოს როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშის როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოვა. პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა ისაუბროს ყველაფერზე, რასაც სახელმწიფო ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკური როლის გასაზრდელად აკეთებს. საკმაოდ დატვირთული არის ქართული დელეგაციის ვიზიტი აბუ-დაბიში. ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა აბუ-დაბის პორტების მმართველ ჯგუფს, ეს ის ჯგუფია, რომელიც თბილისში მშრალი პორტის მთავარი ინვესტორი გახლავთ და რომელმაც 16 მილიონი დოლარის ინვესტიცია ამ კონკრეტულ პროექტში უკვე განახორციელა, თუმცა ეს ინვესტიცია ბუნებრივია გაიზრდება პროექტის გაფართოების პარალელურად. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა დააფიქსირეს მზადყოფნა, რომ სურთ და მზად არიან გააფართოვონ თანამშრომლობა. კიდევ ერთი შეხვედრა საქართველოს მთავრობის მეთაურს ჰქონდა იმ საერთაშორისო მასშტაბის კომპანიასთან, რომელიც უძრავი ქონების სფეროში ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას უზრუნველყოფს და ასევე ვიცით, რომ აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში ქართულ მხარესა და ამ კომპანიას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელს იუსტიციის მინისტრი მოაწერს. პირველი შეხვედრა საკუთარ კოლეგასთან უკვე გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი გვეუბნება, რომ უმაღლეს დონეზე იყო გასულ წელს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის და მას მიაჩნია და ბუნებრივია, რომ მასპინძელ მხარესაც მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი სწორედ ამ მაღალ ნიშნულზე უნდა შენარჩუნდეს მიმდინარე წელსაც. იცით, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით და ამ ნაწილში ალბათ უნდა გამოიყოს სწორედ ემარ ჯგუფის შვილობილი Eagle Hills-ის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული ინვესტიცია. იცით, რომ Eagle Hills-ი საქართველოში 6.6 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ორი პროექტი განხორციელდება მათი მხრიდან თბილისსა და გონიოში. სამიტის ფარგლებში არის ძალიან კარგი შესაძლებლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იყოს საერთაშორისო არენაზე გააჟღერებული, რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, კარგი შესაძლებლობა, რომ მაღალი დონის სტუმრებთან იყოს გარკვეული კომუნიკაცია და შეხვედრები. მე მქონდა შესაძლებლობა კოლეგებთან შეხვედრის და ვისაუბრის ჩვენს პოლიტიკურ დიალოგზე. პოლიტიკური დიალოგი გასულ წელს უმაღლეს დონეზე იქნა განხორციელებული, უმაღლესი დონის ვიზიტები და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დიალოგი წელსაც იქნას შენარჩუნებული. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან. ჩვენი ინტერესია, რა თქმა უნდა, რომ გაღრმავდეს არსებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, დამატებით მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია, რომელიც დამატებით გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს, მათ შორის როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, სტუმართმასპინძლობა, ისევე როგორც დეველოპერული სექტორი და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ხელშესახები შედეგები დავბრუნდებით ჩვენს ქვეყანაში. მოეწერება ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს უდიდეს კომპანიასთან, პრიპკო ტექნოლოჯისთან, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანიის შვილობილი კომპანია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, რომლის ძირითადი მიმართულება
მიღება არის უძრავი ქონების გაციფრულება, ტოკენიზაცია. მოგეხსენებათ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გააფორმა მემორანდუმი უძრავი ქონების ტოკენიზაციასთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს მეტი ინვესტორის მოზიდვა საქართველოში, გახსნის ქართული უძრავი ქონების ბაზარს უცხოელი ინვესტორებისათვის. საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება მდგრადი განვითარების სამიტი საქართველოსთვის არის ერთგვარად კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ ამ კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან ჩვენი ქვეყნის პოზიციები მოისმინოს დანარჩენმა მსოფლიომ. ეს არის ღონისძიება, რომელსაც ესწრებიან პოლიტიკოსები, საერთაშორისო მასშტაბის კომპანიების პირველი პირები, ხელმძღვანელები და ესწრებიან ინოვატორები. როგორც უკვე გიყვებოდით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ სამიტის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა, რომ გამოვიდეს სიტყვით და ისაუბროს ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც გახლავთ შუადერეფანი. ეს სოფო ბერიძე იყო. ყველა უცხოელ პოლიტიკოსს ან დიპლომატს, ვინც ქართულ მართლმსაჯულებას პოლიტიზირებულს უწოდებს, ბოდიში აქვს მოსახდელი პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზირებულობის ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილის მწამებლური. ასე შალო პაპუაშვილი პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის და ასევე პარიზის სააპელაციო სასამართლოში მარინ ლე პენის საქმეზე განხილვას ეხმიანება. ნინი გოგიშვილი გვეტყვის უფრო მეც პირდაპირ ეთერში. მაშინ როდესაც საქართველოს მართლმსაჯულებას მიზანმიმართულად თავს ესხმიან, მათსავე ქვეყანაში მართლმსაჯულების სამართლიანობაზე კითხვები ისმის. ამის ნათელი მაგალითი პოლონეთის ყოფილი გენპროკურორის საქმეა დონალდ ტუსკისა და მისი თანამზრახველების პირადი შურისძიების სამიზნე გახდი, წერს ბიგნევ ზიობრო. მიზეზსაც ასახელებს შურისძიებამ და იყო დაწყებული გამოძიება. ყოფილი გენპროკურორის განმარტებით მათ მიმართ კორუფციასა და ქურდობაზე არაერთი გამოძიება დაიწყო. პოლონეთში პოლიტიკური რეპრესიების გამო კი გადაწყვიტა უნგრეთის მთავრობის მიერ მინიჭებული თავშესაფრით ესარგებლა. მის ამ სკანდალურ გზავნილს გამოეხმაურა მთავარი ადრესატი დონალდ ტუსკი, მას არაფერს პასუხობს დევნასთან დაკავშირებით, არც უარყოფს და არც ადასტურებს, მხოლოდ თავშესაფრის მიღების საკითხს ეხმაურება. კიდევ ერთი გახმაურებული საქმე ხვალ პარიზის სააპელაციო სასამართლოში მარინ ლე პენის საქმეზე მოსმენა იწყება. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ესეც გახმაურებული საქმეა და ცნობილია, რომ ამერიკა იმ მოსამართლეების დასანქცირებას გეგმავს, რომლებმაც ლე პენს პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალეს. მეავირჩიე ბრძოლა პოლიტიკური ბანდიტიზმისა და უკანონობის წინააღმდეგ, ვეწინააღმდეგები მცოცავ დიქტატურას. ამას ვაკეთებ იმ პრინციპების სახელით, რომელთა ერთგულიც ყოველთვის ვიყავი და რის გამოც დღეს დონალდ ტუსკისა და მისი თანამზრახველების პირადი შურისძიების სამიზნე გავხდი. მე მიზანში ამომიღეს დამიწყეს დევნა და ცილის მწამებლური კამპანია, რადგან როგორც გენერალურმა პროკურორმა მათ კორუფციასა და ქურდობაზე არაერთი გამოძიება დავიწყე. პროკურატურა ეროვნული პროკურორის უკანონო ჩამოშორების გზით დაექვემდებარა ტუსკის პარტიულ ინტერესებს. საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილებებსა და უზენაესი სასამართლოს განაჩენებსაც კი არ სცემენ პატივს, თუ ისინი ხელისუფლებაში მყოფთან ებას არ ემთხვევა. ამ ვითარებაში პოლონეთში პოლიტიკური დევნის გამო გადავწყვიტე მიმეღო თავშესაფარი, რომელიც უნგრეთის მთავრობამ მომანიჭა. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ბატონმა ზიობრომ, რომელიც პოლიტიკური კორუფციის სისტემის ორგანიზატორი იყო, ვიქტორ ორბანის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ეს ლოგიკური არჩევანია. ამ ფონზე კი ისმის უსამართლო ბრალდებები საქართველოს მართლმსაჯულების მიმართ სწორედ ამ ქვეყნების მხრიდან ეს მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ ყველა ეს ბრალდება გააბათილა და მის ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზირებულობაზე არაერთხელ დაუსვა წერტილი. ქვეყნის პირველი კანონმდებლის განმარტებით, ასეთი ფაქტები უნდა გაიხსენოს საზოგადოებამ, როდესაც კიდევ მოისმენენ სასამართლოზე მსგავს შეტევას. როდესაც დღევანდელი დღესავით მომავალშიც ვიხილავთ ზოგიერთი უცხოური საელჩოს კოორდინირებულ ცილის მწამებლურ ფლეშმობს პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე, გვახსოვდეს ვინ გვაკრიტიკებს. ცნობისთვის, სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზირებულობის ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილის მწამებლური. თუმცა დღემდე არც ერთ უცხოელ პოლიტიკოს თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში იმ ქართველი მოსამართლეებისთვის, რომლებიც მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმის ობიექტად აქციეს. არა და ბოდიში მოსახდელი აქვთ. ქართულ მართლმსაჯულებაზე თავდასხმის არც ერთ ავტორს ამ დრომდე არ მოუხდია ბოდიში, ეს ის პირები არიან, რომელთა ქვეყანაშიც კითხვები მართლმსაჯულების მისამართით არაერთხელ დაისვა.
მადლობა ნინიეს, ნინი გოგიშვილი იყო. პარტნიორების დაკარგვა, ღირებულებების განდაცვლილი რიტორიკა და გეოპოლიტიკური შეცდომები ბრალდებები კაია კალასის მიმართ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კრიზისზე თავად ევროკავშირში ღიად ალაპარაკდნენ და მისი შემოქმედებიც ამხილეს. ამჯერად ბრალდებების ავტორი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრია. საერთაშორისო კრიზისის ფონზე უფუნქციოდ დარჩენილი ევროპა ამოცემულობაზე უკვე ღიად ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი რობერტ ფიცუ ალაპარაკდა და კაია კალასის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში დააყენა. კაია კალასის მიმართ კითხვები აქამდეც იყო, თუმცა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი პირველია ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელმაც ღიად დაიწუნა კაია კალასის პოლიტიკა. ჩვენ საერთაშორისო კრიზისის შუაგულში ვიმყოფებით. ევროპა კი რეაგირებას ვერ ახერხებს. არ გვაქვს საკუთარი პოზიცია საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით. ამას პირველად და ხმამაღლა ვიტყვი. ჩვენ უნდა შევცვალოთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. ფიცოს კრიტიკის ადრესატი კაია კალასია, იმ ევრობიუროკრატთა სისტემის ბირთვი, რომელიც საქართველოს მიმართ უარგუმენტო ბრალდებებით გამოირჩევა. მართოს ევროპაში არსებული უპრეცედენტო კრიზისი, რომლის ავტორიც თავადაა. ეს ისეთივე პარადოქსია, როგორც მისი ბრალდებები საქართველოს მიმართ. ჩვენი ძლიერი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის, რომ ჩვენ დგავართ მათ გვერდით, მაგრამ იქამდე სანამ მათი მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ არ ვაპირებთ კანდიდატობიდან უფრო შორს წასვლას. ევროკომისიას საქართველოსთან დაკავშირებით შევთავაზეთ სანქციების რამდენიმე ზომა. ამ დროისთვის ვერ შევძელით მათი მიღება, რადგან ყველა წევრისგან მხარდაჭერა არ აქვს. ასე კაია კალასმა ვერ დამალა, რომ მის პოლიტიკას დასაჯოს ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა არ იზიარებს. ის კი რაც კულუარებში ხდება, როგორც ჩანს ამაზე ღიად საუბარს ევროპელი ლიდერები იწყებენ. კალასის თაოსნობით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კრიზისის მიზეზები ოფიციალური თბილისისთვის ცხადია. თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო სამართლის დარღვევით სხვა ქვეყანაში რადიკალების ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამბოდის. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხის ინტერესებს. გეოპოლიტიკური შეცდომები, მეგობრების დაკარგვა და ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ევროპა. ეს კი საგარეო პოლიტიკის კრიზისის თვალსაჩინო შედეგია. ამიტომაც ამ ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ წინაპირობად სახელისუფლებო პარტია ევრობიუროკრატთა სისტემის შეცვლას ასახელებს. საქართველოს აქვს, რა თქმა უნდა, ინტერესი ევროკავშირთან ურთიერთობების, თუმცა ის მიდგომები, რაც ბოლო პერიოდში ჩანდა საქართველოს მისამართით ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მიუღებელი და ეს არის იმ მცდარი პოლიტიკის შედეგები, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერი ხმამაღლა საჯაროდ ალაპარაკდა მის არაკომპეტენტურობასა და სიხისტეზე, რაც არაერთხელ მოვიდა ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებთან წინააღმდეგობაში, აუცილებლად მოვა ის დრო, როდესაც ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა, რომლებიც აი ამ მცდარ პოლიტიკას ქმნიან. ის პოლიტიკა, რომელსაც deep state-ის კარნახით ევროკავშირის ჩინოსნები ახორციელებენ, პირდაპირ პროპორციულად აზიანებს როგორც თვითონ ევროკავშირს და ევროკავშირის ხალხებს, ასევე იმ ქვეყნებს, ვისთანაც ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობები გააჩნია. კალასი არის ერთ-ერთი წარმომადგენელი იმ ბიუროკრატიის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელიც აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარ ევროპული ღირებულებებიდან, აბსოლუტურად. მათი აზრით, თურმე ევროპული ღირებულება არის არა მშვიდობა, არამედ ომი, ევროპული ღირებულება არის არა ეროვნული ტრადიციები, არამედ LGBT პროპაგანდა და ეროვნული ღირებულება არის არა სუვერენიტეტი, არამედ სხვა ქვეყნის მორჩილება. არაპროფესიონალიზმის სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეცვლა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სურვილია, რაც ოფიციალურ თბილისში ევროპაში დაწყებული გამოფხიზლების პროცესის ნაწილად ფასდება. ევროკომისიის ფულით ჩანაცვლებული USAID 8 მილიარდ 500 მილიონ ევროზე მეტი ეს ის თანხაა, რითაც ევროკავშირი NGO სექტორის დაფინანსებას გეგმავს. მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში რეპუტაცია შელახული USAID გააუქმეს, ბრიუსელმა დესტრუქციული დღის წესრიგისა და რადიკალური მემარცხენე იდეოლოგიისთვის დაფინანსების გაზრდა გადაწყვიტა. ანუკი ჩხიკვაძე გვერდება თემით პირდაპირ ეთერში.
ევროკავშირის გაზრდილი დაფინანსება NGO-ებს სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებისთვის ზუსტად ასახავს იმას, რომ ეს ინსტიტუცია საკუთარ ფინანსებს არა რეალურ ევროპულ ინტერესებს ახმარს, არამედ ამით კონკრეტულ ქვეყნებში საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას და ამ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაფრჩებას ცდილობს. დაფინანსების ეს სქემა, რომ რეალურია, მართველი გუნდის წარმომადგენლებს არასამთავრობოების ირგვლივ განვითარებული საერთაშორისო სკანდალიც უდასტურებს, რომლის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთ-ერთ უმსხვილეს NGO-ს USAID გააუქმა, ხოლო 66 არასამთავრობო ორგანიზაციიდან გამოვიდა. პირველ რიგში ეს უნდა აწუხებდეს ევროპელ გადასახადის გადამხდელს, ვისი ფულითაც ხდება ამა თუ იმ ორგანიზაციის დაფინანსება, რა პოლიტიკას ახორციელებენ ისინი, რას ხმარდება ეს და რამდენად არის ზოგადად შესაბამისობაში ის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ევროპულ ინტერესებთან. ვინაიდან ძალიან ხშირად ჩვენ ვხედავთ სწორედ არასწორად დახარჯულ სახსრებს, არასწორად დახარჯულ თანხებს, რომელიც ხმარდება არა ევროპულ, არა კონკრეტული ურთიერთობების ინტერესებს, არამედ პირიქით აზიანებს ურთიერთობებს და აზიანებს ჩვენ საერთო ინტერესებს. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ ის დაკლებული დაფინანსება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან იგრძნეს, იგივე USAID-ის მეშვეობით რაც ფინანსდებოდა, NED-ის მეშვეობით რაც ფინანსდებოდა, ახლა ისინი, ასე ვთქვათ, იძულებულები გახდნენ, რომ თვითონ შეავსონ ეს დაფინანსება, მაგრამ აქ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ისინი თავიანთი ხალხის ფულს იყენებენ ისეთი NGO-ების დაფინანსებლად, რომლებიც პოლიტიკურ დღის წესრიგს ატარებენ და რამდენიმე თვის წინ ძალიან სერიოზული სკანდალები იყო ამასთან დაკავშირებით ევროკავშირში. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ათობით მილიარდი დოლარით ფინანსდებოდნენ კლიმატის ცვლილების, ასე ვთქვათ, მიმართულებით უნდა ემუშაოთ და აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ მთელი ეს ფული წასული იყო პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად, პოლიტიკური აქტივიზმისთვის, ლობიზმისთვის. როგორც ჩანს, ევრობიუროკრატიას საკუთარი ინტერესების გასატარებლად ახლა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები ესახება. სწორედ ამიტომ ცდილობს ბრიუსელი ამ NGO-ების დაფინანსების გაზრდას, რომ USAID-ის დახურვის შემდგომ დარჩენილი სიცარიელი ახლა ამ ფორმით ამოავსოს. მალუანუკიეს სანგიჩხიკვაძე იყო. რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში, დაკარგავს თუ არა თინა ბოგუჩავა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და ჩაანაცვლებს თუ არა მას ლევან სანიკიძე. თავად ბოგუჩავა გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მას ჭორს უწოდებს პარტიაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს არ დადასტურებს ლევან სანიკიძეს, თუმცა გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებზე მიუთითებს. პარტიაში რომ ყველაფერი რიგზე არ არის, აღიარებს ირაკლი ფავლენიშვილიც. ნინო არღლიანი გიამბობთ. რა თქმა უნდა, ხა, როდესაც ტექნიკური პრობლემები გვაქვს, პოლიტიკური პრობლემებიც რაღაც დონეზე ისახება. ვერ გეტყვით ირაკლი ფავლენიშვილი რას გულისხმობდა? ერთი პარტიის ორი წევრის მიერ პარტიაში კრიზისის აღიარებამ და უარყოფამ ნაციონალური მოძრაობის მძიმე მდგომარეობა კიდევ ერთხელ აჩვენა. მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან ამბები ჟონავს. არსებული ინფორმაციით თავმჯდომარის მუშაობით უკმაყოფილო თანაპარტიელები თინა ბოკუჩავას აუმხედრდნენ. პარალელურად კი მიხეილ სააკაშვილმა ბოკუჩავას ჩანაცვლება ლევან სანიკიძით მოითხოვა. პარტიებს აქვთ კონკრეტული გამოწვევები, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვუპასუხებთ. რაც შეეხება დღევანდელ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა, ეს არის თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სრული სიცრუე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო გადაწყვეტილება, რაც მივიღე, იყო ის, რომ ის დაინიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილედ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება ძალიან დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ჭორებით. მეტი დამაჯერებლობისთვის ბოკუჩავა და სანიკიძე მედიასთან დღეს ერთად გამოჩნდნენ. ამბავს კი წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სააკაშვილმა დედას გიული ალასანიას დაავალა, რომ პარტიაში კრიზისი ბოკუჩავას გაშვებით და თავმჯდომარის პოსტზე სანიკიძის მოსვლით მოაგვაროს. არაფერი მე არ გამიგია და არაფერი. თქვენ შვილთან არ გქონიათ ამ თემაზე საუბარი? არა ბატონო, არა, ჯერდი მე რა უფლება მაქვს პარტიის საქმეში, როდის იყო რატომ. ზოგადად როგორ შეაფასებთ თინა ბოკუჩავას მუშაობას? სააკაშვილის პარტიაში უარყოფილი ამბები წარსული გამოცდილებით ყოველთვის მართლდება. მილევად რეჟიმში მყოფ პარტიაზე ქართული ოცნება ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გაუქმება დაიმსახურა, რადგან ასე ხდება მაშინ, როცა პოლიტიკური მიზანი ქვეყნის მტრობაა. აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, განადგურებულ მდგომარეობაში არის
ესეთი მოძალადე პარტია და რა თქმა უნდა ეს ძალიან სასიხარულოა ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიული პროცესებისთვის, ასე შემდეგ. ეხლა ვის დანიშნავენ თავმჯდომარედ, მათ ვერაფერი ვერ უშველის, ვერ გადაარჩენ, წინა აქვთ კიდევ სასამართლო პროცესი, შევახსენებთ ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ საჩივარი გვაქვს შეტანილი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით და ნუ ხარ ლევან სანიკიძეზე რა შემიძლია ვთქვა, ხო? ნუ 21 საუკუნის ვინსტონ ჩერჩილია ფაქტობრივად. როგორც ჩანს, ლევან სანიკიძემ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი მამა დაალაპარაკა, ისე კი ჩვენი საზოგადოება უკვე ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს პარტია უკვე დიდი ხანი არის გაუქმებული და სერიოზულად არაფერს აღარ აღიქვამს, რაც ნაცებთან არის დაკავშირებული. ისინი მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდირებას უწევდნენ ძალადობას საზოგადოების მიმართ და ღალატს საკუთარი სამშობლოს მიმართ. სამშობლოები ყოველთვის მძიმედ დამთავრებენ. ნაციონალური მოძრაობის დაკეტილი ოფისი პარტიის მდგომარეობას საუკეთესოდ ასახავს. ამ მომრჩევლების მიერ ბევრჯერ ნათქვამი უარის შემდეგ პარტიის ლიდერებმა თბილისის ნაცვლად სხვა ქვეყნების დედაქალაქებში გადაინაცვლეს. გუბას სანიკიძის მურიგი დემაგოგია წარსულში არაბულ სახელმწიფოებთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი დღეს მოქალაქეებს ისლამიზაციით აშინებს. სანიკიძე იგლ ჰილსის უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ ოპოზიციური კამპანიის ერთ-ერთი განხილვანებელია. რადიკალების მიერ გამოგონილ ტყუილებს კი მრავალი ფაქტი უპირისპირდება. რატი მეტრეველის რეპორტაჟი. უპრეცედენტო უცხოური ინვესტიცია, რომელიც საქართველოს არაერთი კუთხით დადებით შედეგს მოუტანს ოპოზიციას ისევ არასვენებს იგლ ჰილსის პროექტზე შეტევისთვის მძიმე არტილერია და ამჯერად არც მეტი არც ნაკლები გუბაზ სანიკიძე გამოიყენეს. უცვლელია შეტევის მეთოდიც და მიზანით ტყუილსა და აღქმებზე აგებული კამპანია, რომლითაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა უნდა შეფერხდეს. განსხვავებული მხოლოდ სანიკიძის პოზიციაა. წლების წინ არაბულ სახელმწიფოებთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი დღეს საზოგადოებას ისლამიზაციით აშინებს. ჩვენი სტუმრობა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ძალიან ბევრი პერსპექტიული საკითხი დაიშვა ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან საუბრის დროს. ერთ-ერთი თავარი მოთხოვნა, სადაც ახდებიან, იცით რა არის? პირველი მეჩეთი უნდა აშენდეს. ხართ ამისთვის მზად? უცხო ისლამის შემოსვლა ჩვენთან. მამის კონტექსტის შელამაზება შვილმა სცადა, თუმცა ვერ დამალა, რომ ქვეყანაში უპრეცედენტო ინვესტიციის შემოტანა არც მის ინტერესებშია. ეგრე არ უთქვამს. მამაჩემს ახლა მე მოვერიდები მაინც ესე საუბარს, მაგრამ ისლამთან დაკავშირებით და ისლამოფობია არის ის ბრალდება, რომლის კადრებაც მე მგონი მართლა არ შეიძლება. ეს არის კონკრეტული ინვესტიცია, რომელიც არის ძალიან ბურუსით მოცული. სანიკიძის დემაგოგიას, რომ საფუძვლად მხოლოდ პოლიტიკური და არა სახელმწიფო ინტერესი უდევს, იმ რამდენიმე ტყუილით გაიშიფრა, რომელსაც ტირაჟირებას კონკრეტული მედია საშუალებები უწევენ. ამის გამო ის ეპითეტებით ოპოზიციიდანაც შეამკეს. კანონზომიერად მივიჩნევ, რომ აი ამ მწერის კასრის გამპიარებელი ტელევიზიებიდან ერთი დაიხურა და დანარჩენები დახურვის პირას არიან. იმის მიუხედავად, რომ იგლ ჰილსის ინვესტიციამ დადებითი შედეგი მოიტანა ყველგან, სადაც მასშტაბური პროექტი განხორციელდა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. მათივე ლოგიკით დღეს მაგალითად უნგრეთიც და სერბეთიც არაბიზირებული ქვეყნების სიაში უნდა იყოს, თუმცა პროექტი ორივე ქვეყანაზე დადებითად აისახა. ეს ის შედეგია, რომლის მიღწევაც ქართული ოცნების პირობებში ოპოზიციას არ აწყობს. ძალიან ბევრი სიბინძურე, ძალიან ბევრი ტყუილი ვრცელდება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. არიდან მართული პროცესებია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, აღშენებლობა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამ ტიპის პროექტები და ამ ტიპის ინვესტიციები ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. რა თქმა უნდა, პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. პოზიციების ცვლილებაში მოქნილობით ცნობილი გუბაზ სანიკიძის მავნებლური კამპანია ქართული ოცნებისთვის საინტერესო არ არის, რადგან მართველმა გუნდმა ზუსტად იცის, რატომ არის იგლ ჰილსის ინვესტიცია გუბაზიზმით შეპყრობილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე. საქართველოში ჩაიდოს ფული, ჩაიდოს ინვესტიცია. ამას სჭირდება საკმაოდ სერიოზული თანადგომა ქართველების, მათ შორის პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ ესეც არ უნდა ველოდოთ, როდესაც ესეთი გუბაზიზმით არის დაავადებული
ჩვენი საზოგადოება, რომელსაც ოპოზიციას უწოდებთ. არაბების მიმართ გულბაზ სანიკიძის სიზღმა განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია, თუმცა მისგან ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან მას ქართველებიც ეზიზღება და როგორც ჩანს ზოგადად ადამიანების მიმართ მის დამოკიდებულება ესეთია, რა თქმა უნდა, არანაირი მეჩეთის აშენებაზე საუბარი არ მიმდინარეობს და უფრო მეტიც, ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც უცხოელებს, მათ შორის არაბებსაც შეიძლება ისეთივე რეგულაციებით და წესებით იყიდოს ბინები, როგორც მათ შეუძლიათ ახლაც. ოპოზიციის მიერ გამოგონილ საფრთხესა და არაერთ ტყუილს ფაქტები უპირისპირდება. სხვა ქვეყნებში არსებული Eagle Hills-თან თანამშრომლობის პრაქტიკაც ხატყობს, რომ ამ მასშტაბის ინვესტიციას სახელმწიფოებისთვის მხოლოდ დადებითი შედეგი მოაქვს. საქართველოშიც პროგნოზი უპრეცედენტოა. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტში შეჭრა და დაკავების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 14 ბრალდებულის პროცესი გაიმართა. სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. მეგინ არსავიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის გარდა დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა 14 ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა და ეს დღეს მოსამართლემ ძალაში დატოვა. აღნიშნა, რომ არ არის რაიმე ისეთი ახალი გარემოება, რომელიც ამ გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გახდება. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დღევანდელი სხდომაც არ იყო განსხვავებული ხელისუფლების დამხობის საქმეზე მიმდინარე სხვა სხდომებისგან. აქაც მოვისმინეთ თავის მართლების არაერთი ვერსია. ადვოკატები იმასაც კი ამბობენ, რომ ერთ-ერთი ბრალდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში 4 ოქტომბერს იმყოფებოდა იმისთვის, რომ დახმარებოდა პაატა ბურჭულაძეს და მხოლოდ ეს იყო ეზოში ყოფნის მიზეზი და ასეთი არაერთი ვერსია მოისმინა საზოგადოებამ თავის მართლების ამ სხდომების მიმდინარეობისას. საქმეს კი პოლიტიკურს უწოდებენ ადვოკატები, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ქმედებები საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა. ეს საქმე მოიცავს პოლიტიკურ სარჩოს, აქედან გამომდინარე მოსამართლე ვერ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რაც საფუძველი იქნებოდა, რომ გამოეყენებინა უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიება. თქვენ 4 ოქტომბრის საქმე პოლიტიკურ საქმედ მიგაჩნიათ? რა თქმა უნდა, აქ პირდაპირ არის პოლიტიკური საქმე. ეს ადამიანები იყვნენ თავისუფლებისთვის გამოსულები აღნიშნულ აქციაზე. როდესაც ბატონ პაატა ბურჭულაძეს, როდესაც სხვადასხვა სპრეი შეასხეს და ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც დღეს არის დაკავებული, მივიდა და გამოიყვანა. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი თუ რას გეგმავდნენ კონკრეტული ჯგუფები, ეს არის ხელისუფლების დამხობა და რაც ეს მცდელობა ვერ შედგა ამის შემდეგ, როგორც სახელმწიფო გუნდში განმარტავენ, ახლა ბრალდებულები ცდილობენ, რომ როგორმე პასუხისმგებლობას თავი აარიდონ. ყველაფერი ცხადი და ნათელი იყო, ხო? მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია მათი მხრიდან, რომ ისინი ახდენდნენ რევოლუციას, სახელმწიფო გადატრიალებას და ამ ყველაფრის შესრულებას დაიწყეს. უბრალოდ სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს ძალიან მყისიერად და უმაღლეს დონეზე ჩაატარეს შესაბამისი ოპერაცია და ამ რადიკალების ჯგუფს არ მისცეს სახელმწიფო გადატრიალების უფლება. 4 ოქტომბერი იყო გარდამტეხი მომენტი რადიკალების დამარცხების პროცესში, როდესაც გეგმები ჩავარდა და როდესაც ეს რადიკალიზმი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა ამ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობა. ახლა მათ ერთადერთი ის დარჩენიათ, რომ საკუთარი თავი და ეს გეგმები უარყოთ და თქვან, რომ ისინი უდანაშაულონი არიან. 14 ბრალდებულის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 9 თებერვალს გაიმართება. მადლობა მეგიეს, მეგინ არსავიძე იყო. ახალი ID ბარათის აღება მოქალაქეებს იუსტიციის სახლის ფილიალებში, ასევე მობილური იუსტიციის სახლებისა და დისტანციურად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ. საიდენტიფიკაციო დოკუმენტის საფასური იგივე რჩება, რით განსხვავდება ახალი პირადობის მოწმობა ძველისგან, მარიამ ბუღაძე ამბობს. ერთბარათში მოქცეული ისტორიული მემკვიდრეობა, ეროვნული ნიშნები და გაძლიერებული უსაფრთხოება, საქართველოში განახლებული დიზაინის, პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. ახალი დოკუმენტი სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს. განახლებული ID ბარათი შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდს, რაც კიდევ უფრო მეტად აზღვევს გაყალბების რისკს. დოკუმენტზე ასევე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერების შემთხვევაში შესაძლებელი ხდება დამატებითი ინფორმაციის მიღება, მათ შორის ფიზიკური პირის რეგისტრაციის მისამართის.
ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დიზაინი არის სრულად განახლებული, ასევე ის არის უფრო მაღალ ტექნოლოგიური, დაცული და უსაფრთხო დოკუმენტი. მასზე დატანილია მრავალი დამცავი ნიშანი, რომელიც წინა დიზაინის დოკუმენტზე არ გვხვდებოდა, ასევე სიახლეა ის, რომ ახალ დოკუმენტზე დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პირის სტატუსის გადამოწმება, ისეთის როგორიც არის მაგალითად სტუდენტის სტატუსი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და ასე შემდეგ. საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ახალი დიზაინი ეროვნული კონცეფციის მიხედვით შეიქმნა. გამოყენებულია ეროვნული არქივის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული მუზეუმის მასალები. ძალიან გააზრებული და ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლიკა აღმოჩნდა ჩვენს პირადობის მოწმობაზე. აქ არის ჩვენი მთისათვის დამახასიათებელი პიქტოგრამები, აქ არის ჩვენი სახელოვანი ტაძრების ორნამენტიკა. ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტის ასაღებად განაცხადების გაკეთება იუსტიციის სახლის ფილიალებში, მობილური იუსტიციის სახლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. უცვლელია დოკუმენტის საფასური და გაცემის ვადები. უკვე ავიღე პირადობის მოწმობა ახალი დიზაინით. რამდენიმე თვის წინ ჩემთვის უკვე გახდა ცნობილი, რომ იგეგმებოდა ახალი დიზაინის პირადობის მოწმობების გაცემა და რამდენადაც ვიცოდი, ეს იყო ბევრად უფრო დაცული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი. მოქმედი და ვადიანი მოწმობები ძალაში რჩება, ამიტომ მოქალაქეებს მათი შეცვლის ვალდებულება არ აქვთ. სლოვაკეთის დედაქალაქსა და საქართველოს შორის პირდაპირ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ბრატისლავა, ქუთაისი, ბრატისლავას რეისებს ვიზე არ კვირაში 3 ჯერ ასრულებს, მარტიდან კი რეისები გაიზრდება. უფრო მეტს ნინჩუბინიძე მოგიყვებათ. ხანგრძლივი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. სლოვაკეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ავიაკომპანია ვიზიარი ბრატისლავა, ქუთაისი, ბრატისლავის მიმართულებით რეისებს კვირაში 3 ჯერ შეასრულებს, ხოლო მარტიდან მეოთხე სიხშირე დაემატება. აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს საქართველოს ავიაბაზრის განვითარებისათვის. ასევე ხელშეუწყობს საქართველოსთან ტურისტული მიმართულებების განვითარებას, საქართველოში ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. ბრატისლავა ქუთაისის მიმართულება ისტორიულია, რადგან აქამდე საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლა არ არსებობდა. ეს მარშრუტი კი ორ ქვეყანას შორის პირველ პირდაპირ საჰაერო კავშირს წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ სლოვაკეთსა და საქართველოს შორის უკვე პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა გვაქვს. ეს არის ისტორიული მომენტი და იმედი გვაქვს, რომ ხალხთა შორის კავშირები კიდევ უფრო გაიზრდება. ბევრი სლოვაკი ჩამოვა საქართველოს აღმოსაჩენად და ბევრი ქართველი ჩავა სლოვაკეთში. იმედი მაქვს, რომ გაცვლითი პარტნიორული კონტაქტები ჩამოგვიყალიბდება ჩვენს სკოლებს შორის, ასევე უნივერსიტეტებსა და კიდევ უფრო განვითარდება ბიზნეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ბრატისლავა ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავიაკვანძია, რომელიც ვენასა და ბუდაპეშტთან უმოკლეს დისტანციაზე მდებარეობს. სწორედ ეს გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისათვის, როგორც ტურისტული, ისე კულტურული და ეკონომიკური მოგზაურობების თვალსაზრისით. ცენტრალური ევროპა ყოველთვის იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარი. ჩვენთვის ევროპელი ტურისტი როგორც წესი დაინტერესებულია კულტურული პროდუქტებით, რითაც ასე მდიდარია იმერეთი, შესაბამისად ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს ავიამიმოსვლა იქნება ტურისტული შინაარსით დატვირთული. პირველი რეისით ბრატისლავიდან ქუთაისში 192 მგზავრი ჩამოფრინდა და 227 გაფრინდა. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 60-მდე გამოფენა ფესტივალი და 320-ზე მეტი დეგუსტაცია გასული წელი ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ამბიციური გეგმები სააგენტოს წელსაც აქვს. ნინი მაისურაძე გიამბობთ. საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2026 წელს გაიზარდა და 18 მილიონი ლარი შეადგინა. ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერის მხრივ ღვინის ეროვნულ სააგენტოს ახალი, ამბიციური გეგმები აქვს. სამიზნე კამპანიები მიმდინარე წელს კიდევ უფრო გააქტიურდება. მუშაობთ სტრატეგიულად ტრადიციულად ბაზრების დივერსიფიცირებისთვის. ეს გაგრძელდება 2026 წელსაც. ფიქრობთ ასევე, რომ განსაკუთრებული ძალისხმევები მიმართოთ კანადასა და სკანდინავიის ქვეყნებისთვის, რომლებიც ასევე გამოირჩევიან ღვინის მოხმარებით.
ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩინეთი, იაპონია, სლოვენია, დიდი ბრიტანეთი, დანია, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, პოლონეთი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ფინეთი, ბრაზილია, სომხეთი, კანადა და უზბეკეთი. მსოფლიოს 21 ქვეყანა, 58 გამოფენა, ფესტივალი და 322 დეგუსტაცია სემინარი. ქართული ღვინის ტურიზმის პოტენციალის გაზრდის მიზნით გადადგმული ღონისძიებები გასულ წელს ნაყოფიერი აღმოჩნდა. გამოვარჩევდით ბრიტანეთისა და ამერიკის ბაზრებს, სადაც სხვადასხვა ტიპის წარმატებებს მივაღწიეთ. მოხდა ახალი განთავსებები, როგორც სავაჭრო ქსელებში, ასევე ონლაინ პლატფორმებზე. გეგმავთ, რომ 2026 წელსაც ბევრი საინტერესო ახალი აქტივობა განვახორციელოთ, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში. საზღვარგარეთ მიმდინარე კამპანიების პარალელურად უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით ჩვენს ქვეყანაში ღვინის 20-მდე ტური და 30-ზე მეტი თემატური ღონისძიება გაიმართა. 2012-25 წლებში კი სახელმწიფოს მხრიდან ქართული ღვინის პოპულარიზაციაში დახარჯულმა 117 მილიონმა ლარმა ექსპორტიდან ქვეყანას დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა. ჩვენი ტრადიციული ღვინის უნიკალურობიდან გამომდინარე, პარტნიორების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. პროგრამა საშუალებას აძლევს როგორც ახალბედა, ისე გამოცდილ ორგანიზაციებს, რომ თავისი ჩანაფიქრი, თავისი ხედვა ღვინის მომავლის მიმართ წარმოაჩინონ და ჩაატარონ ისეთი ფესტივალები, რომლებიც ვთვლი, რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს ქართული ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზანია ქართული მრავალფეროვანი ყურძნის ჯიშებით დამზადებულმა ღვინომ მსოფლიოს მასშტაბით სახელი კიდევ უფრო გაითქვას და მყარად დაიმკვიდროს ადგილი. თბილისის საახალწლო სოფელი სტუმრებს კვლავ ჩვეული რეჟიმით მასპინძლობს დედაქალაქის ცენტრში სტუმრებს სხვადასხვა გასართობი აქტივობა და მუსიკალური ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში ელით. თბილისის საახალწლო სოფლიდან სალომე შანშიაშვილი გვერდება. თბილისის საახალწლო სოფელში დიდი მხიარულება გრძელდება. უკვე ერთი თვეა ყოველდღე მოდიან ადამიანები იმისთვის, რომ სასიამოვნოდ გაატარონ დრო მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად. პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოსულ სტუმრებს სხვადასხვა გასართობი აქტივობა და თემატური სივრცეელით. მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ყინულის მოედანი, საბავშვო სივრცე და სანტას სახლი. რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, საახალწლო სოფელში ორი სცენაა. მცირე სცენაზე საბავშვო კონცერტები იმართება, ხოლო დიდი სცენა ყოველი დღის ბოლოს სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფსა თუ შემსრულებელს ეთმობა. დღეს მსმენელის წინაშე ჯგუფი თიკა, ბალანჩინ and new one წარდგა. 10 საათიდან კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე დროის მხიარულად გატარებას ელექტრონული მუსიკის თანხლებით შეძლებთ. უმშვენიერესია ყველაფერი რა ნამდვილად. მე ასეთი სილამაზე კარგახანი არ მინახია. ყველას ულოცავ ახალ წელს ბედნიერება და ულების სიხარული არ მოაკლოთ უფალმას უყველას. ჩემ ოჯახთან ვარ მოსული და ყველაზე მეტად მომეწონეს საცეკვაო ადგილი და რავი გარემო. მომეწონა ნამდვილად გადასარევია აქავრობა. გაიხაროს უყოლან ვიცეს ბავშვებს მოუწყო. ყველაფერი მოგწონს. ბედნიერები ვარ ჩვენს და ჩვენი ბავშვებიც რა თქმა უნდა. ულოცავ ყველას ახალ წელს. აქ ძალიან კარგი და საზეიმო ატმოსფეროა. პირველად სტუმრობს საქართველოს და აქ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო შობა ვიზეიმე. ყველაფერი ულამაზესია. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, სადაც კი ოდესმე ვყოფილ ვარ. აქ შესანიშნავი განწყობა. როგორც უკვე გითხარით, თბილისის საახალწლო სოფელი თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს უკვე ერთი თვეა მასპინძლობს. პირველი რესპუბლიკის მოედანი მრავალფეროვანი გასართობი აქტივობებით 14 იანვრის ჩათვლით გელით. სალომე შანშიაშვილი იყო და ხოლმე გემშვიდობებით.